პირველი ნახე სიყვარული და სურვილი სექსისთან რომელი აწუხებ აქ გამოსავალი ერთადერთი არის რომ არ არსებობს ტაბუირებული თემები და ვისაუბროთ ყველაფერზე მოზარდთან. ზოგადად ჩვენ ქართველებს ესე ყველაფერში კომპეტენტურობა ყოველთვის გვახასიათებს ხოლმე. თვითდამკვიდრების მოთხოვნება განსაკუთრებით არის მშობლებთან და მშობლებთან აქვს ანტაგონიზმი. და სხვანაირად არ ხდება სამწუხაროდ რა ამ ტკივილების გარეშე. გამოხატეთ საკუთარი თავი, გაბრაზება, წყენა, სიხარული. ჯობია რომ გამოხატოს ეს ბრაზი მაგალითად ვიდრე ფარული სიძული ქონდეს და რაღაცა თვითდაზიანებებში წავიდეს. მე ვიქნები თქვენი ხმა იმ სივრცეში, სადაც თქვენ ხმის ამოღება გიჭირთ. მე თაკო მიქელაძე ვარ, ეს პოდკასტი Teen Talk-ია და ჩვენ ვაგრძელებთ. გამარჯობა, მოგესალმებით. მე თაკო მიქელაძე ვარ, ეს პოდკასტი Teen Talk-ია და ჩვენ ვაგრძელებთ. ამ პოდკასტის მთავარი მიზეზი და მიზანი ხართ თქვენ თინეიჯერები და ჩემი წარსული, როცა მე თვითონ ვიყავი თინეიჯერი, როცა უამრავი კითხვა მაწუხებდა, როცა შინაგანი შფოთი მქონდა, როცა საკუთარ თავს ვერ ვიღებდი და საერთოდ არ ვიცოდი ამ მდგომარეობას რა ერქვა. მეგონა რომ ნერვოზი მქონდა, მეგონა რომ ვიღაც მომწონდა ან მიყვარდა. საერთოდ არ ვიცოდი, სად ვიკარგებოდი ან სად ვიძირებოდი და არც ის ვიცოდი ეს კითხვები ვისთვის უნდა დამესვა. ჩვენ ხო ის თაობა ვართ, რომელიც მშობლებთან დიდად გახსნილობით და ღიაობით არ გამოვირჩევით. ამიტომ დღეს ამ სივრცეში ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე იმაზე, რაც გაინტერესებთ თქვენ, მოზარდებს და თინეიჯერებს და მე ვიქნები თქვენი ხმა იმ სივრცეში, სადაც თქვენ ხმის ამოღება გიჭირთ და დღეს ჩემი მესამე ეპიზოდის სტუმარი არის ნინო ეფხოშვილი. ნინო არის ფსიქოკონსულტანტი, კოუჩი და საზოგადოებრივი ცენტრის საზამთროს დამფუძნებელი. მოგესალმები ნინო, მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ ესეთი კარგი ინიციატივისთვის. თინეიჯერების ხმა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი თინეიჯერობა, მოზარდობა და ზოგადად მომავალი თაობა მოდის და აუცილებლად ჭირდებათ მათ ჩვენი გვერდზე დგომა და მხარდაჭერა ყველანაირი რესურსით, რაც გვაგაჩნია და მინდა რომ ნამდვილად ვიყო მათი ხმა საზოგადოებაში, რომ გამოხატონ მათი პროტესტი, მათი სიტყვა ითქვას და ხოთაშორის ამისთვის ჩვენ YouTube არხზე მუდმივად გვექნება და გვაქვს ანონიმური კვლევები, სადაც ჩვენი კონკრეტული კითხვებია დასმული, თუ რა უნდათ უთხრათ მშობლებს, თუ რა უნდათ ზოგადად გაეჟღერონ საზოგადოებაში, სად უჭირთ, სად უხინთ, რომ მაქსიმალურად მივიდეთ და ჩავიდეთ იმ პრობლემებამდე, რაშიც შეიძლება ჩვენი მხარდაჭერა დაჭირდეს. მე ვიცი, რომ შენ დღეს ამ საქმეს ემსახურები, შენი ცენტრი საზამთროთი, მაგვიყევი საზამთროზე. თუ შეგიძლია, რას აკეთებთ, როგორ ეხმარებით მოზარდებს და რა ხდება ამ ცენტრში, რატომ უნდა მოგაკითხონ თქვენ მოზარდებმა? არაჩვეულებრივი ახალი თაობა ყავს ნამდვილად და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა და კი საზამთრო შექმნის იდეაც უბრალოდ აქედან წარმოიშვა, რომ რაღაცნაირად მოზარდებს ქონოდათ სივრცე ფიზიკური ურთიერთობისთვის, იმიტომ რომ ამ ასაკში სოციალური ინტეგრაცია სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ხდებოდეს რაღაცნაირად უსაფრთხო სივრცეში და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ გქონდეთ მოზარდებს სივრცე, სადაც ღიად გულწრფელად ისაუბრებენ ყველაფერზე, რაც აწუხებთ, ან თუნდაც არ აწუხებთ და უბრალოდ რასაც საუბარიც უნდათ და ესე ერთმანეთისთვის გაზიარებით და რაღაცნაირი მოკლედ განვითარება და ზრდა ბუნებრივად უნდა მოხდეს და შენი გადაცემაც ამაზეა თინეიჯერობის ასაკზე, ხო? და ზოგადად სიტყვა თინეიჯერი, ხო, ესეთი რაღაცა თავისი არსით იმას გვეუბნება, რომ ეს რაღაცა teen ასაკი 13-დან 19 წლამდე მოკლედ ინგლისური სიტყვებიდან გამომდინარე არის ის პერიოდი, როცა მოზარდი იწყებს საკუთარი იდენტობის ძიებას. აი წეგან შენ შესავალში რაც მოყევი, ხო? შენ თვითონ როგორც თინეიჯერს რა გამოწვევებიც ქონდა, ეს გამოწვევა აქვს ყველა მოზარდს და თინეიჯერს კიდე და როგორც დავარქმევთ რა და ეს საკუთარი იდენტობის ძიება იწყება დამოუკიდებლობის, ასე ვთქვათ, მოთხოვნილება უკვე მშობლებისგან, ასე ვთქვათ, საკუთარი
სეპარაციის ნაწილი, ხო? რაღაც საკუთარი გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვნება არის აქტუალური ამ დროს და იწყება ასევე ემოციები არის გაძლიერებული, ხო, იქ რაღაცა ჰორმონების გამო, ნევროლოგიური ცვლილებების გამო, პარალელურად იწყება ტვინის, ასე ვთქვათ, სხვანაირი განვითარება, იმიტომ რომ ამ ასაკში მოზარდს ქცევაზე პასუხისმგებელი ტვინის ჯერ არ აქვს და იწყებს მოკეთეს ფორმირებას და პლუს უკვე იწყება რაღაცა ცხოვრების დანიშნულების ძებნაც, ხო, მომავალი რა იქნება და აი ნახე რამდენი რაღაცა ჩამოვთვალეთ, მინიმუმ 5 ძალიან მნიშვნელოვანი ფიზიკური ფაქტორი, ანუ იზრდები, მტერდი გეზრდება, ბიჭების შემთხვევაში ხმა იცვლება, ნუ ან ბევრი ფიზიკური ფაქტორი ახლავს. ეს რაც იცვლება, ძალიან ასეთი მნიშვნელოვნად აისახება მერე მოზარდის ემოციებზე და საზამთროს შექმნის თავარი, ესე ვთქვათ, мотиваციაც იყო, რომ ამ მოზარდებისთვის ყოფილიყო სივრცე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სივრცე უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი, ესე ვთქვათ, როგორც ფიზიკურად, ასევე ასე ვთქვათ, ანუ ტერიტორიულად ხელმისაწვდომი, ასევე და უშუალოდ მატერიალურ თვალსაზრისით ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, რომ მოზარდებს კონდეთ მოკეთესი ღია თავისუფალი სივრცე, სადაც მათ ყველა ფიქს, მათ ყველა ემოციას, მათ ყველა კითხვას, მოკეთ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება და ისინი ერთად, რაღაცნაირად გამოცდილ ინსტრუქტორთან ერთად, ფასილიტატორთან ერთად შეძლებენ აი ამ ეტაპების რბილად, მსუბუქად გავლას, ასე ვთქვათ და განვითარება იქნება. იცი რა მინდა კითხო, როცა მოზარდი გაკითხავთ და მოზარდი ამ დროს არის თუ გინდ ბულინგის მსხვერპლი. აი რა რჩევას გასცემთ, აი ახლა გვიყურებენ მოზარდები, რომლებიც შეიძლება ფიქრობენ, რომ აი არიან ბულინგის მსხვერპლი, ვიღაცამ დააწირა, ვიღაცამ დაჩაგრა, ვიღაცისგან შენიშვნა მიიღეს, რომელმაც დააფიქრა თავის პიროვნების იდენტობაზე, რაღაც მომენტში თვით შეფასება თინეიჯერობის დროს მე ჩემი შინაგანი რაც მახსოვს, ძალიან მერყეობს, ანუ პატარა კომპლიმენტი და პატარა შენიშვნაც ძალიან რადიკალურ ცვლილებებს გვაძლევს ხოლმე. აი ამ შემთხვევაში, შენი როგორც ფსიქოკონსულტანტის რჩევა რა იქნება, როგორ შეუძლია მიიღოს მოზარდმა, ან რა ბერკეტი აქვს ამ შემთხვევაში, აი როგორ უნდა თვითონ როგორ მოახდინოს ბულინგის რეგულაცია, რას ურჩევ მოზარდებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ. მადლობა, თქო, ამ მნიშვნელოვანი კითხვისთვის პირველ რიგში იმას შევეხმიანები, რაც შენ თქვი, ხო, რომ ამ ასაკში ანუ სოციალური შეფასება ძალიან სენსიტიურები არიან ბავშვები, ხო? ძალიან მძაფრად განიცდიან თითოეულ შეფასებას. ამიტომ და ბულინგზე როცა საუბრობთ, უნდა დავყოთ ეს ბულინგი რაღაცა ცოტა ესე ზოგადად ბულინგზე ვერ ვისაუბრებთ, ხო? უნდა დავყოთ რაღაცა რაღაც ნაწილებად რა, მათ შორის მაგალითად მასწავლებლისგან და მშობლისგან მიღებული უკავშირიც კი შეიძლება მოზარდმა აღიქვას როგორც ბულინგი, ხო? ან შეიძლება იყოს კიდევაც, ხო? ჩვენ რაღაცები ვერ გავაკონტროლოთ და ეს იყოს ბულინგი და მეორეა, როცა თავისი ასაკის ან თვითონ მოზარდები არიან, ხო? ბულერები და მათ აქვთ, ასე ვთქვათ, ეს გამოხატული ქცევა, ესეთი ქცევა, რომელიც რაღაცნაირად ბულინგის სახელწოდებით შეიძლება უწოდოთ ამას. ძალიან ხშირად მისაუბრია მე ამაზე და კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა ამას, რომ ბულინგის უკან, ნებისმიერი ბულინგის უკან დგას საკუთარი თავის მიუღებლობა. ანუ მოზარდი, რომელიც ფორმირდება როგორც ბულერი, ესე ძალიან ცუდი, ესე ვთქვათ, ეტიკეტია, უბრალოდ როგორც მისი ქცევა არის ბულინგი, ამის უკან დგას თვითონ იმ მოზარდის მხრიდან საკუთარი თავის მიუღებლობა. ანუ ბულერი ბავშვები სხვა არაფერი არ არის, თუ არა მოზარდები, რომლებმაც ასევე ვერ მიიღეს თავისი თავი და საკუთარი თავის მიუღებლობის პროექცირებას ახდენენ სხვა მოზარდებზე ბულინგის ფორმით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენ მოზარდებთან, რომ რაღაცნაირად გაიგონ რა დგას ადამიანის ქცევის უკან. თუმცა ამ ასაკში ის კიდევ ერთხელ ვიმბობ, რომ ძალიან რთულია, რომ ესე შეხედო ამ მოვლენებს და აი რატო იქცევა ის ეს ახსნა. ნინო, ჩაგეკითხები, ნახე თუ გარდატეხის ასაკში მოზარდს. ნუ ნებისმიერ ასაკში შეიძლება დადგეს, აქვს საკუთარი თავის მიუღებლობა. აი, ესე ვიცი რა რთულია და კი კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტულ кейსებზე კონკრეტულ პასუხებს ცემთ, მაგრამ რა იქნება ის პირველი ნაბიჯები, რომელიც მოზარდმა თუ გინდ უნდა გადადგას საკუთარი თავის მიმღებლობისკენ. ეხლა TikTok-ი, Instagram-ი, Facebook-ი, ყველა პლატფორმა, ნუ სავსეა ინფორმაციით, ხო? ზოგი იმას გვირჩევს, ზოგი ამას გვირჩევს, ზოგი რას გვირჩევს.
ყველაზე მარტივი რა შეიძლება გავაკეთოთ და გააკეთოს მოზარდმა იმისთვის, რომ თქვას, რომ აი მე დღეიდან ვიღებ საკუთარ თავს და მივდივარ ჩემი თავის მიმღებლობის გზისკენ, ხო? აი აქ რა შევას გასცემდი როგორც ფსიქოკონსულტანტი, მარტივად როგორ შეიძლება შეცვალოს და დაინახოს თავის მდგომარეობა, რომ ჩაგრავს ვიღაცას ამის უკან საკუთარი თავის მიუღებლობა და მოდი შევიცვალოთ. კი, პოზიტიური. ესეთი მარტივი ცალსახე ესეთი ინსტრუქცია რა თქმა უნდა აქ არ არსებობს. ჩვენ დასრულებსაც გვიჭირს საკუთარი თავის მიღება და ამაზე ძალიან ბევრს მუშაობთ არათუ მოზარდობის პერიოდში. უბრალოდ ზუსტად ამას ვამბობ, რომ აი ესეთი თუნდაც შენაი ესეთი გადაცემის არსებობა, აი სასაფროსნაირი სივრცეების არსებობა და ასე შემდეგ არის ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს სივრცეები, სადაც ვისაუბრებთ ამაზე. ყოველთვის საკუთარი თავის მიუღებლობის და უშუალოდ მოგვარება იწყება ამაზე საუბრით, ამის აღიარებით და უბრალოდ საუბარი გვჭირდება ამაზე და მე ესეთი ცალსახე ინსტრუქცია რა თქმა უნდა არ არსებობს, მაგრამ აი ამ საუბარში ყოველთვის იკვეთება ხოლმე და უბრალოდ გაზიარებაც კი, მოსმენაც კი, აი მინიმუმ ზუსტად ის რომ ისეთი სივრცე არსებობს, სადაც ჩემს ნებისმიერ სიტყვას ემოციას, თუნდაც შეცდომასაც აქვს არსებობის უფლება, ეს უკვე მეხმარება საკუთარი თავის მიღებაში და აი საზამთროში რაც ყველაზე მეტად ჩემთვის არის ხოლმე მნიშვნელოვანი, როცა მოზარდები იკრიბებიან და უსმენენ ერთმანეთის გამოწვევებს და ხედავენ რომ უი თურმე ესეთი გამოწვევები მარტო ჩვენ არა გვაქვს და სხვებსაც აქვთ, ეს უკვე არის ხოლმე ძალიან კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე თვითონაც არაერთ ფსიქოლოგიურ ტრენინგზე ყოფილვარ და როცა მომისმენია მე თვითონ რომ სხვებს ანალოგიური ან უკეთესი, ან უარესი სიტუაცია და მდგომარეობა აქვთ, ჩემთვის ეს იყო იმის გააზრება, რომ ანუ მარტო არ ხარ და ხო, არც ერთი მოზარდი არ არის მარტო. ნუ ფიქრობთ, რომ თქვენ ხართ განსაკუთრებულები. კი, განსაკუთრებულები ხართ და საუკეთესოები ხართ, უბრალოდ დღევანდელი მდგომარეობა რაც გაქვთ თქვენ, ეს არის ცუდი. ეს თქვენ გაზრდას ემსახურება, რომ თქვენი წილი დამოუკიდებლობა მოიპოვოთ, თქვენი წილი არასთქმას ისწავლოთ, თქვენი წილი საზღვრები დააწესოთ, თუ გინდათ, რომ წინ წარმატებული კარიერა, მომავალი და პირადი ურთიერთობა გქონდეთ. რაღაც ეტაპზე ხო ყველაფერს გავდივართ ცხოვრებაში და ეს ქარტეხილებიც გარდატეხის ასაკში ძალიან ნორმალურია, მე რადგან გავლილი მაგ შეიძლება ეს უკვე ნორმალური გახდა, მაგრამ თქვენ ასაკში მეც მიჭირდა. მინდა კითხვა მოზარდმა, როგორ უნდა გაარჩიოს პირველი ნახე სიყვარული და სურვილი სექსის, ანუ რომელი აწუხებს, ანუ შეყვარებულია უგზო-უკლოდ და უნდა გინდა გოგოს, გინდა ბიჭს, თუ უბრალოდ გადაჭარბებული სექსუალური მოთხოვნილებები, რომელიც უკვე მოზარდებში აქტუალურად არის და უკვე ეცნობიან ყველაფერს, ყველანაირ ინფორმაციას, საკუთარ სხეულს. აი აქ განსხვავება როგორ უნდა მოახდინოს? ხო, ეს არ არის, ეს ყველა კითხვა რასაც არასდროს არ არის ცალსახა. ეს ყოველთვის არის ძალიან ინდივიდუალური და აი ფაქტიურად ყველა კითხვა, რასაც ახლა ჩვენ საუბრობთ, მიდის ყოველთვის თვითცნობიერებამდე. აი რაზეც დავიწყეთ, ხო? თუ მოზარდი მუშაობს იმაზე რა და არის მოკეთ მის ოჯახში თუნდაც ან სადღაც ესეთი სივრცე, სადაც მას ესაუბრებიან საკუთარ ემოციებზე. მას აქვს, ასე ვთქვათ, ინფორმაცია იმაზე, ან მინიმუმ საკუთარი ემოციების სახელდება შეუძლია, ხო, რა დროს რას გრძნობს. და აი ეს გარჩევა მოკლედ იმის, რომ მე ახლა რაღაცნაირად ჰორმონები მართავს, თუ ეს რაღაცა ჩემი ემოციებია, თუ ნება, თუ სიყვარულია, თუ შეყვარებლობაა, თუ რა არის. პრინციპში ამასაკში ძალიან რთულია, იმიტომ რომ თვითონ ემოციების სახელდებაც კი არის ხოლმე მოზარდების მხრიდან ძალიან რთული. ან რას გრძნობა აი ამ კითხვაზე, ხო? პასუხის გაცემაც უჭირთ მოზარდებს. ამიტომ აქ გამოსავალი ერთადერთი არის, რომ არ არსებობდეს ტაბუდადებული თემები და ვისაუბროთ ყველაფერზე მოზარდთან და ჯობია რომ ყოველთვის ასე ვთქვათ კომპეტენტური ადამიანისგან მიიღოს ინფორმაცია პირობითად თუნდაც სექსუალური განათლების შესახებ ვიდრე რაღაცა TikTok-იდან და რაღაცა სხვა პლატფორმებიდან ეს ერთი და მეორე რომ ყოველთვის საერთოდ ჩვენ რაც მშობლებს გვეშლება ხოლმე ძალიან ხშირად მოზარდებს ვეკითხებით მაგალითად აი რა მოხდა
ანუ ფაქტების დონეზე გვაქვს კომუნიკაცია რა შვილებთან. და არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ემოციების დონეზე ვესაუბროთ შვილებს და ვკითხოთ რას გრძნობ. და ასევე ჩვენც ვისაუბროთ ჩვენს ემოციებზე, არა მხოლოდ ფაქტებზე, არამედ ემოციებზე. ანუ თუ იქმნება სივრცეები, სადაც ემოციებზე ღიად ვსაუბრობთ, სადაც ვახდენთ ემოციების სახელდებას და სადაც მოზარდი იცნობს საკუთარ ემოციებს. ყოველ შემთხვევაში ესეც ჩვეულებრივი გამომუშავება, ანუ თვითცნობიერება არის ის, რაზეც მუდმივად მუშაობთ და მათ შორის გაცნობა საკუთარი ემოციების, ხო? მინიმუმ საბაზისო ემოციების, ვიცოდე როდის ვგრძნობ სევდას, როდის ვგრძნობ სიხარულს, როდის ვგრძნობ არ ვიცი შიშს, ბრას, სისხლს ნინა ცოტა უცნაურად ეცნობიან ჩვენ მოზარდები ამ ემოციებს და ამ თემას ესე მინდა შევახო აუცილებლად. ნახე მოზარდები რაღაც თვით დიაგნოზებს ისვამენ მოსმენილი TikTok-ზე და ასე შემდეგ პლატფორმებიდან, სადაც პატარა ნაწყვეტებს უსმანენ და ცოტა რთულია პატარა ნაწყვეტიდან გაარკვია სრული დიაგნოზი დასვა. მაგალითად ADHD მაგალითად ნერვოზი, მაგალითად დეპრესია და ანუ აპათიური მდგომარეობა და შვილი აკითხავს დედას და ეუბნება რომ აი მე მგონი ნერვოზი მაქვს და მიშველე. აი აქ თვითონ მოზარდებსაც რა მივცეთ რჩევა და მშობლებსაც რაცა შვილი ესე გვაკითხავს რომ აი მე მგონი ADHD მაქვს და აბა შემაფასე მაქვს თუ არა მაქვს მაგ შემთხვევაში რა ხდება? ზოგადად თვით დიაგნოსტიკა მოზარდებს კი არა ამ ეპოქაში, ციფრულ ეპოქაში დასრულებსაც ახასიათებს. ჩვენ ქართველებს ესე ყველაფერში კომპეტენტურობა ყოველთვის გვახასიათებს ხოლმე. არა, ნუ ციფრული ეპოქა ზოგადად იძლევა ამის ესე ვთქვათ ცდუნებას, რომ თვით დიაგნოზირება მიმართოთ. ADHD შემთხვევაში, ყურადღების დეფიციტის სინდრომის შემთხვევაში ყოველი მეორე მოზარდი ფიქრობს, რომ ეს ჭირს გამომდინარე იქიდან, რომ და ჰიპერაქტიულობა და ყურადღების დეფიციტი, აი ამ გაჯეტები თავისთავად არის იმის წინაპირობა, რომ ეს როგორც დიაგნოზი კი არა, ანუ ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიულობაც, როგორც სიმპტომი გამოვლინდეს ყველა მოზარდში, იმიტომ რომ აი რა ვიცი, ჩვენი ტვინი არ არის მზად იმისთვის, რომ პირობითად 50 ნოტიფიკაცია რომ მოგდის თუ რა ვიცი დღის განმავლობაში, ეს ნიშნავს, რომ ყველა ნოტიფიკაციაზე შენს ტვინში რაღაცა ახალი პროცესები მიდის, ხო, რაღაცა ნეირონები, რაღაც იმპულსი მიდის და ამ იმპულსზე მე საპასუხო რეაქციები მოდის და წარმოიდგინე, რომ აი რამდენი იმპულსია, ხო, ესეთი და ეს ბუნებრივად იწვევს ჩემ ყურადღების დეფიციტსაც და ჰიპერაქტიულობასაც ტვინისას. ამიტომ ეს როგორც სიმპტომი ბუნებრივად გვახასიათებს არა მარტო მოზარდებს, არამედ ყველას ამ თანამედროვე ეპოქაში, ამიტომ არის ზუსტად ესე აქტიურად შემოსული ახლა, რაც ადრე არ იყო, ხო, იგივე რაღაცა მედიტაცია, mindfulness რაღაცები, რომ ტვინი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას, სიმშვიდის მდგომარეობას და მუდმივად აღგზნებული არ იყოს. და მუდმივად აღგზნებული ტვინი, რა თქმა უნდა, ძალიან გავს აი ამ ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიულობის სინდრომის თვის დამახასიათებელი გამოვლინებები აქვს და შესაბამისად, ამიტომაც გონიათ მოზარდებს, რომ ეს აქვს და განსაკუთრებით იმ პირობებში, რაზეც ვსაუბრობთ, რომ მოზარდის ტვინი ეს ნეოკორტექსი, ასე ვთქვათ, ქცევაზე პასუხისმგებელი შემაკავებელი ცენტრი და ასე შემდეგ, ჯერ არ არის სულად განვითარებული და ისედაც იმპულსური ტვინი არის ძლიერი, ტვინის ის ნაწილი, რომელიც იმპულსებზეა პასუხისმგებელი, ისედაც ძლიერია და ეს კიდე ემატება, რომ ასე ვთქვათ, აი ეს რაღაცა გაჯეტები დამატებით იმპულსებს მუდმივად აქტიურებს მოზარდის ტვინში და ამიტომ მათი განცდა ასე ვთქვათ ობიექტურია. თუმცა ეს არ არის სინდრომი, რომ სინდრომს კიდე სხვა თორემ მახასიათებლები აქვს, თორე გამოვლენა მისი არის ხოლმე ნამდვილად. იგივე ეხება დავუშვათ, დეპრესია ხა გასაგებია, როგორც წესი მოზარდები, რომელსაც მოწყენილობის ფაზა აქვს, აუცილებლად გონიათ, რომ აქვთ დეპრესია და დეპრესია დიაგნოზია და მოწყენილობასთან მას საერთო არაფერი აქვს, თუმცა მოწყენილობა ამ ასაკში ძალიან ბუნებრივია და ზუსტად ამას ვამბობ ხოლმე, როცა ვსაუბრობთ, რომ ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის სევდასაც აქვს არსებობის უფლება. ნინა, ძალიან საინტერესოდ თქვი, ნახე მოწყენილობის ფაზა აქვს. აი რა ფაზებს გადიან თინეიჯერები, ხო, აი მოზარდები, ხო, სიტყვაზე დაიწყო 12-13 წლიდან და გრძელდება რაღაც 19-20 წლამდე. აი რა ფაზების გავლა უწევთ? როდის აქვს თუ გინ მოწყენილობის ფაზა, მხიარულების ფაზა, ოთახში ჩაკეტვის ფაზა და სოციალურად გამოვლინების ფაზა, ანუ ეს ფაზების ცვლილება რას უკავშირდება? აი რა უნდა იცოდნენ იმაზე, რომ ეხლა აქვს მოწყენილობის ფაზა და საერთოდ არ აქვს ნერვოზი და უბრალოდ არ ქმევენ ამას ამ ყველაფერს.
ხო, ფაზები ძალიან ინდივიდუალურია, ვისში რა როდის იწყება და როგორ გამოვიდება, მაგრამ აი გარდატეხის ასაკში რასაც გადის, ასე ვთქვათ, მოზარდი არის ის, რომ პირობითად არსებობს ეგრეთ წოდებული შიშის ემოციური ტონი, როცა მაგალითად რაღაცების მეშინია და მუდმივად ვიტყუები. ოღონდ ეს ტყუილი ისეთია, რომ თვალს გარიდებ და ისე გატყუებს, უფრო პატარაობის ასაკია. მერე სადღაც შემოდის აი ეს საკუთარი თავის მიუღებლობის ფაზა, რომელსაც აი ფარული სიძულვის ემოციური ტონი ქვია და რომელსაც დამნაშავის ემოციური ტონსაც უწოდებენ და აქ ეს ტონი დგას მთლიანად საკუთარი თავის მიუღებლობაში. ეს ტონი არის სხვათა შორის ისეთი ტონი, რომ შემიძლია თვალი თვალში გაგისწორო და ისე მოგატყუო. ხო? და აი ამ ტონში არიან ზუსტად ბულერი ბავშვებიც. მაგრამ არ არის აუცილებელი რომ ამ ტონში ბულერი გავხდე. ბულერი ბავშვები უბრალოდ ვექტორი ემოციების მიმართული აქვთ გარეთ და სხვებისკენ მიმართავენ ამ თავის საკუთარი თავის მიუღებლობას და არიან მოზარდები, რომლებსაც ვექტორი შიგნითა აქვთ და თვითდაზიანებებს მიმართავენ მაგალითად. ეს თვითდაზიანება არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა ეს სხეულზე რაღაცები. შეიძლება რაღაც უნდაც აი რაღაცა ურთიერთობაში შევიდე ისეთში, რომელიც დამაზიანებს, ან მავნეჩვევა დავიწყო, რომელიც ანუ დესტრუქციულ ჩვევების ფორმირებას უწევს. რაღაცას ისეც ვაკეთებ, რაც მე ასე ვთქვათ მაზიანებს. ნუ ყველაზე კაი ვარიანტია მერხებს თუ ჩხაპნი და კედლებზე რაღაცებს თუ ახატებ, ხო? ანუ აი რაღაცნაირი მოთხოვნილება მაქვს, რომ რაღაცა გავაფუჭო, ან გარეთ ან ჩემში. ეს არის ძალიან დამახასიათებელი. არის ამ პერიოდში დამახასიათებელი ეგრეთ წოდებული ანტაგონიზმის ემოციური ტონი, როცა მოზარდი მუდმივად ეწინააღმდეგება იმ ადამიანს, ვისთანაც არის ანტაგონიზმში. ანუ მოზარდს ეწყება თვითდამკვიდრების, ასე ვთქვათ, მოთხოვნილება. და აი ამ თვითდამკვიდრების მოთხოვნება განსაკუთრებით არის მშობლებთან და მშობლებთან აქვს ანტაგონიზმი. აი მაინც და მაინც მშობელი რასაც ამბობს, იმის საწინააღმდეგო უნდა გააკეთოს ან დაამტკიცოს. მანამდე კიდევ აი შიშის და ფარული სიძულვის და ანტაგონიზმის ზე კიდევ უფრო ეს რა ფარულ სიძულვისა და ანტაგონიზმის შორის არის კიდე ბრაზის ემოციური ტონი, როცა მოზარდები ძლიერ აგრესიას გამოხატავენ მაგალითად. და ესეც სულაც არ არის ცუდი ტონი, იმიტომ რომ პირიქით ჯობია რომ გამოხატოს ეს ბრაზი მაგალითად, ვიდრე ფარული სიძულვი ქონდეს და რაღაცა თვითდაზიანებებში წავიდეს ეს, ხო და დესტრუქციულ ჩვევებში გამოიხატოს. და რა ვიცი, მოწყენილობის მერე ანტაგონიზმის შემდეგ ასეთია მოწყენილობის ემოციური ტონი, რაცა ყველაფერი მომბეს და ეს რაღაცა ახალი მინდა რა მომბეს, აი თან თვით და გამოკვლევის ეტაპზე ვარ, თან ეს ერთი და იგივე მომბეს და ნუ რაღაცა სიახლე მჭირდება ცხოვრებაში და ეს შეიძლება იყოს ერთი ახალი წიგნი, ერთი ახალი ადამიანი, ერთი ახალი რაღაცა არ ვიცი, აქტივობა რაღაცა ნებისმიერი სიახლე, რაღაც სამყარო შემეცნება რაღაცა ახლებურად რა ბევრნაირი ფორმით შეიძლება ხო მოგზაურობა ექნება ეს თუ რაღაცა ახალი ფილმის ნახვა თუ ასე შემდეგ. არის ასევე აი მაგალითად მე ვერ მივიღე, მაგალითად ვიღაც შემიყვარდა რაღაცა მოკლედ რაღაცა მინდოდა და ვერ მივიღე. აი სასურველის ვერ მიღების ან არსებულის დაკარგვის შემდეგ გამოწვეული სევდის ემოცია, ხო, რომელიც შეიძლება უბედურების ემოციურ ტონად იქცეს. თუ მე სევდა ვერ გადავამუშავე, თუ ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთანაც შევძლებ გზნობების დონეზე საუბარს, ხო, იმიტომ რომ სევდის გადამუშავება მხოლოდ ესე ხდება გაზიარებით. ჩვენ კიდე რაღაცნაირად ჩავიკეტებით ხოლმე ამ დროს განსაკუთრებით მოზარდობის პერიოდში, ხო? და ვცდილობ რომ მარტო გავუმკლავდეთ და მე ეს შეიძლება უბედურების ემოციურ ტონში დღევანდელ მოზარდებს და ჩემი თავით ესე მახსენდება ორი უკიდურესობა ახასიათებთ რა, ან სრულად ჩუმდებიან და ეს სიჩუმე არ არის 2 საათიანი და 2 დღიანი, ან ესე ვთქვათ ამ ბრას გამოხატავენ, ანთხევენ, გვაგებინებენ, რომ აი რაღაცა ძალიან დუხს. ხო, აი მაგ შემთხვევაში მოდი მშობლებსაც მივცეთ რჩევა და შვილებსაც, რომ აი როგორ შეიძლება ახლა მარტო არ ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, მოზარდები და მშობლის მხარდაჭერა ჭირდებათ. ჩვენ ყველაზე დიდი ლოიალობა გვაქვს მშობლებთან, ვართ ერთი სისტემა, რასაც ქვია ოჯახი და ყველაზე მეტად ყოველთვის ველოდებით ხოლმე მშობლის მხარდაჭერას, რაც აბსოლუტურად ანონიმურმა კვლევებმაც დაადასტურა. რომ ყველა მოზარდი ითხოვს, რომ მენდეთ. მის მშობლებთან თუ რამე აქვს სათქმელი, არის რომ თქვენგან ჭირდება ნდობა და მხარდაჭერა. ხო, აი ამ შემთხვევაში როგორ შეუძლიათ მშობლებმა დაუჭირონ მხარი იმ სიჩუმეს, იმ აგრესიას და როგორ შეუძლიათ შვილებს, მოზარდებს ეს ყველაფერი მშობლებს, ნუ მეტნაკლებად რაციონალურად აუხსნან და რაღაცა შესთავაზონ თავიანთი ვარიანტი, რომ იცი რა, აი ამ ნაწილში შენი ნდობა მჭირდება, შენი გაგება მჭირდება და ასე შემდეგ. ხო, იცი რა არის, ამას ვამბობ ხოლმე
საზოგადოების რისხვა მოდის ხოლმე ჩემზე, მაგრამ რეალურად, ობიექტურად ესეა, რომ მოზარდს ტვინის ისრე, რომელიც ქცევაზე არის პასუხისმგებელი, უბრალოდ ჯერ არა აქვს. ეხა იწყებს ეს ტვინის ისრე ფორმირებას, ამას აქში იწყებს ფორმირებას. ასე რომ მოზარდის იმპულსურობა გამართლებულია. თავარია ზრდასრულობაში არ გათქვით. ხო, და ზუსტადაც რატო გადაუვიდეთ ამ ბევრ თაობას ეს დასრულებაში, იმიტომ რომ იმ ასაკში არ მისცეს ამათ იმპულსებს არსებობის უფლება. თუ ჩვენ ყველა ასაკში აი რაზეც ახლა მოვყევით რა, რომ აი რაღაცა საკუთარი თავის მიუღებლობაა და კაი რაღაცები გავაფუჭეთ და მოგვეცით რა საშუალება რომ გავაფუჭოთ. მინიმალურად რა თქმა უნდა, ახლა ისე არ უნდა დავიზიანოთ თავი და სხვა არ დავაზიანოთ რაღაც, მაგრამ აი რაღაცნაირად რავი კედლები რომ დავჩხაპნოთ, მაგის საშუალება მაინც მოგვეცით რა, ღიაობისკენ მიეცეს რა ამ ემოციას, ასე ვთქვათ, ვექტორი გამოხატვა მოხდეს, ბრასაც მივცეთ, ასე ვთქვათ, არსებობის უფლება, ანტაგონისტსაც აი ამ წინააღმდეგობასაც, იმიტომ რომ მე ამ დროს სეპარაციას ვახდებ მშობლისგან და ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მე რაღაცა თავი დავიმკვიდრო ამისთვის და ამ ყველაფერს თუ მივცემ და იგივე მოწყენილობასაც რა მივცეთ არსებობის უფლება, სევდასაც მივცეთ არსებობის უფლება, უბრალოდ სულ შეძლებს დაგვარად ვისაუბროთ შვილებთან ამაზე, მაშინ აუცილებლად დადგება ეს დასრულობის მომენტი და როცა ტვინის ისრე მოხდება ტვინის ისრის ფორმირება ფიზიოლოგიურად, რომელიც ქცევაზე არის პასუხისმგებელი, ის მერე ქცევაშიც გამოხატავს ამას სწორად. ოღონდ ქცევაზე რაც შემიძლია გითხრათ ცალსახად არის, რომ მოზარდები იმეორებენ მშობლების ქცევას, როგორც წესი. ანუ მისთვის ავტორიტეტული მოზარდის ქცევას, რა მოზარდის და დასრულის ქცევას. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მშობლებს რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მივცეთ მოზარდების ემოციებს არსებობის უფლება, მათ შეცდომებს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში სულ ვესაუბროთ ემპათიურად გრძნობების დონეზე ვესაუბროთ მოზარდებს და ჩვენ ვიყოთ, ანუ ჩვენ მივცეთ მათ ქცევის მოდელი. პირობითაც უამბობ ხოლმე სულ რომ ვეუბნებით რომ წიგნი წაიკითხე და მე თუ სულ ტელეფონში ვარ, ხო? ну მინიმუმ მე უნდა წავიკითხო წიგნი რომ მან დაინახოს რომ ეს როგორ ხდება რა. ხო, და მოზარდებს რაც შეეხებათ, მოზარდებს უბრალოდ არ ვიცი, მოზარდებს რა რჩევა მინდა უთხრა, მე ყოველთვის იმას ვაუბრები რომ უბრალოდ ისაუბრეთ იმაზე, რაც ხო, არა ვიცი, მოზარდებს უბრალოდ უნდა შევუქმნათ ჩვენ უსაფრთხო სივრცეები, სადაც მათ ყველას, მათ ყველა ემოციას, მათ ყველა შეცდომას და ქცევას ექნება არსებობის უფლება. ნინა, მინდა გკითხა პირველ იმედგაცრუებაზე მოზარდებში, რაც ეხება თუ გინდ პარტნიორულ ურთიერთობას, შეყვარებულს, მეგობრობას, სადაც, მე როგორც მოვიკითხე, მოვიკვლიე, მოვიძიე, თვითონ მოზარდებს ესაუბრე, ძალიან რთულად არის აქ საკითხი და რატო, სიტყვაზე მეგობრობდნენ 2 ან 3, ის გადავიდა ეხლა იმასთან მეგობრობს, ჩემთან აღარ მეგობრობს და აქ მოზარდებს, რეალურად ძალიან მძიმე განცდები აქვთ რა, ძალიან განიცდიან და ძალიან ნერვიულობენ, რომ გეგონია რომ ცხოვრება დაკარგეს. იმ დონეზე განიცდიან ამ ყველაფერს. მინდა როგორც ფსიქოკონსულტანტმა აუხსნა, რომ ეს რაღაც გამოცდილების ნაწილია, დროებითი მოვლენა, ცხოვრება გრძელდება და ეს იმედგაცრუებები აპოვნინებთ თუ გინდ ნამდვილ მეგობრებს, ან იმ შეყვარებულებს და იმ მოწონებულ გოგო ბიჭებს, რომლებიც მათ მომავალში ელოდებათ რაღაცა, მინდა რომ გავამხნევოთ ამ ნაწილში. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ესეთი ისტორია მოვისმინე, რასაც ხა ესე ბოლომდე შეიძლება ვერ გავშალო, მაგრამ ცოტა ისე გულზე რომ მომხვდა ესეთი საკითხები იყო. კი, მესმის და მან ის რა ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შეიძლება გვეცინება ახლა რაღაცეებზე ამ გადასახედიდან, მაგრამ იმ ასაკში როგორც შენ ამბობ, ზუსტად ძალიან ძაფრად აღიქმება ეს ყველაფერი, მათთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ხდება მათ ცხოვრებაში. ამიტომ როდესაც მოზარდები ესეთ ამბებს გვიზიარებენ, პირველი არის, რომ ბოლომდე კარგად გავიაზროთ, რომ ამ მათი ემოციების სიმძიმე, ასე ვთქვათ, რა და ინტენსიობა. და ამ ყველაფერს აქვს რა არსებობის უფლება, ამ ემოციას, ამ ტკივილს, ამ ყველაფერს, უბრალოდ ხო, ზრდა სხვანაირად არ ხდება სამწუხაროდ რა, ამ ტკივილების გარეშე და ეს ყველაფერი არის გამოცდილება. მაგ ასაკში ამის ესე შეხედვა როგორც გამოცდილებად არ არის მარტივი და არ ვიცი, რჩევის სახით არაფერი. ერთადერთი ჩვენ შეგვიძლია რომ მათ მოусმინოთ.
და თუ მე ტკივილს ვაზიარებ, ჩემ ემოციას ვაზიარებ და ვიღაცა ემპათიურად მისმენს, მაშინ ეს მსუბუქდება. ანუ იპოვონ ადამიანები ვისთანაც ხო, მარტივია ცხოვრება, მაგრამ აი ნაკლებად რო აზიარებდნენ. ეგ იქნება რეკომენდაცია. ყველაზე მთავარი ყოველთვის რეკომენდაცია მოზარდებს რა გაგვიზიაროთ, რა გაწუხებთ, რა გიხარიათ, რა გტკივათ და რა გინდათ. გააზიაროთ თქვენ მშობლებთან, თქვენ მეგობრებთან, თქვენ ახლობლებთან. უსაფრთხო სივრცეში. მიხვიდეთ უსაფრთხო სივრცეში, თუ გინდ როგორც არის საზამთრო, მიხვიდეთ თუ გინდ ფსიქოლოგთან და ნორმალურია, რომ უბრალოდ თქვათ. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენ განთავისუფლდეთ თავი მარტო არ იგრძნოთ, უბრალოდ თქვათ, რა გიჭირთ და რა გიხარიათ. მე აბსოლუტურ ღიაობას გიცხადებთ ჩემი პოდკასტის ფორმატში, რომ მომწეროთ, დამეკონტაქტოთ და ყოველთვის ვეცდები რომ მოგისმინოთ და დაგაკავშიროთ იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება იმ მომენტში თქვენთვის იყოს საჭირო და სასარგებლო. ნინა, საბოლოოდ რა შევაჯამოთ და რეცემი გავაკეთოთ, რა რჩევას მისცემდი მოზარდებს, რაც გამოადგებათ მათ ამ მოზარდობის სირთულეების გადალახვაში და რა რჩევას მისცემდი მშობლებს, რომლისთვისაც არანაკლებ მტკივნეულია მოზარდიშვილის სკოლა და იმ ყოველბრწყურება, სადაც ხან სიჩუმეა, ხან ბრაზია და შეიძლება ხან შენი ჩართულობაა, ხან ზედმეტია და ხან კიდევ პირიქით ძალიან საჭირო. რა იქნება შენი რჩევა, რა გითხრა? მოზარდებს პირველ რიგში მინდა უთხრა, რომ ყველა მათ ემოციას აქვს არსებობის უფლება. ზეოდაც ბრაზით, შიშით, სიზღით, სიხარულით, ყველაფერი თანაბრად მნიშვნელოვანია და უბრალოდ ყველაფერს აქვს არსებობის უფლება. ყველაზე დიდი შეცდომა არის ხოლმე, რომ მაგალითად რომ მგონია, რომ სიციხარულს უდაგრძნობდე, ხო? რა ვიცი, ზეოდაც ასე ვთქვათ, ცხოვრების მარილია გოდერძის ვიხელი ამბობდა და ზოგადად შემოქმედების რესურსია წეღარ მომბობდი. მე ლექსებს წერდი ხოლმე მოზარდობის დროს ყოველი გატეხილი გულის შემდეგ და ასე რომ მე ერთი კარგი ეგეთი საბავშვო დღიური სხვათა შორის ეხლა გამახსენდა ნინო. ერთი კარგი დამიგროვდა და რაღაცა პატარა ჩანაწერები. მეშტებოდა კიდევაც ხოლმე ჩემი ლექსები ბავშვები. მოკეთ რაღაცაში ყველა ემოცია შეგვიძლია როგორც რესურსი ისე გამოვიყენოთ, თავი არ გვეშინოდეს რა ამ ემოციების. ეს მოზარდებს და მაქსიმალურად ვიპოვოთ სივრცეები ერთი ადამიანი მაინც ვინც ემპათიურად მოგვისმენს და გზნობის დონეზე მოგვისმენს და ზრდა მოკლედ ესეთი ბუნებრივი პროცესია და ამ პროცესში ეს ყველა ემოცია ნიშნულოვანია და მშობლებს რაც შეეხება მე თვითონ მოზარდის მშობელი ვარ და მე თვითონ ფეხაკრებით დავდივარ სახში და მშობლებს ვურჩევ რომ ფეხაკრებით იარო სახში ეს ხუმრობით მაგრამ ეგეც გვიწევს ხანდახან მშობლებს ვურჩევდი რომ უბრალოდ ხო ნიშნულოვანია კარგად მე სულ ვამბობ რა რომ მოზარდები დღეს ბევრად უფრო განვითარებულები არიან მათი ემოციური გონიერებაც ბევრად უფრო განვითარებულია ვიდრე ჩვენი თაობის ამიტომ მე თვითონ როგორც მშობელი მუდმივად მუშაობ მაგალითად ჩემ ემოციურ გონიერებაზე რომ რაღაცნაირად დავეწიო ამ თაობას და გავუგო მათ და ვიყო მათი მხარდამჭერი და აი როგორ ვიქცე ჩემი შვილის მხარდამჭერად მუდმივად ეს არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა მშობლების მხრიდან და უბრალოდ იმ რაღაცნაირი დირექტიულობის გათიშვით, ხო? და რაღაცა აი დობის გამოცხადებით, რომ მოზარდს უდიდესი პოტენციალი აქვს, თუ მას ასე ვთქვათ, სწორ ნიადაგს მისცემ და სახელი საზამთროთ ზუსტად აქედან შეიქმნა, რომ სწორი ნიადაგი არის, სადაც მოზარდებს ექნებათ საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება და შესაბამისად მე მინდა რომ ყველა ოჯახში იყოს ესეთი უსაფრთხო სივრცე, სადაც მოზარდს ექნება საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება და ეს მშობლებს ნამდვილად შეუძლიათ უბრალოდ მათაც რაღაცნაირად აი ამ რაღაცა ცხოვრებისეული გამოწვევის პარალელურად პიროვნულ განვითარებაზე მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნინო ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო პასუხებისთვის. მე კი გეტყვით, რომ გამოხატეთ საკუთარი თავი გაბრაზება, წყენა, სიხარული, დარდი, ყველაფერი თქვენი ემოციებია და მიიღეთ, გაუზიარეთ თქვენ მშობლებს, თქვენ ახლობლებს, თქვენ მეგობრებს. ნუ გეშინიათ, გამოხატეთ. არაფერი არ მოხდება მაგით ისეთი, რაც იქამდე არ მომხდარა. გამოგვიწერეთ
მომწერეთ, მიიღეთ ჩვენ ანონიმურ კვლევებში მონაწილეობა და მე აუცილებლად დავსვავ ყველა იმ კითხვას, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, გვეყოლება ბევრი საინტერესო სტუმარი, მოგწერეთ და ჩაერთეთ და შეგახსენებთ, რომ ეს TeenTalk-ია და ამას სკოლაში არ გასწავლთ.